გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები პროკურატურის შესახებ კანონში შედის. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების მიხედვით გენერალური პროკურორის კანდიდატის დასახელების უფლება ექსკლუზიურად ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელთაც საპროკურორო საბჭო კენჭს უყრის და მხარდაჭერილ კანდიდატს დასამტკიცებლად უკვე პარლამენტს წარუდგეს. დღეს მოქმედი კანონით საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს აკადემიურ წრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე არჩევს. რომელიღაც პოზიციაზე ან რაღაც გადაწყვეტილება რომ უნდა მიგეღო, არასამთავრობოს უნდა დაკითხოთ. იმათგან უნდა მიგეღო, აი მოსამშობლოები, იმიც როგორც გაირკვა აფინანსებდნენ რადიკალიზმს, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ, გრანტებს რო იღებდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს. აი ამ ორგანიზაციებს უნდა დაკითხოდი და იქიდან თუ მიიღებდი, ესე იგი, თანხმობას, ამის შემდეგ აგრძელებდა ნურას უკაცრავად. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეს მაშინაც შეცდომა იყო ჩემის აზრით და დღეს გვაქვს ასე. არის კონკრეტული გადასაწყვეტი თემები, არ ვეკითხებით არასამთავრობო ჩვენ უმრავლესობით, იმიტომ აგვირჩა ხალხმა, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე ავიღოთ. ჩვენ აქამდე არასამთავრობო სექტორიც ყავდა, აკადემიური წრეებიც ყავდა და ვისაც არ დაეზარა, ყველა იყო ჩართული ამ ხალხის საკვანძო გადაწყვეტილების მიღების პირების შერჩევაში. მაგრამ არც ერთი, არ ვიცი, თუ რამე ხსმენია იყოს უკრიტიკა. ამიტომ არანაირ დამატებითი ღირებულება ამ პროცესში არავის არ შეუტანია ამ გაგებით. ასე რომ შიგნით ყავს, გაკრიტიკებენ, არ ყავს, მაინც გაკრიტიკებენ. ასე რომ მე ვერ ხედავ ვერანაირ მიზეზს ადამიანების დამატებით აი ეს გადაწყვეტილების მიღების პირების გაფართოებით, რანაირად შეიძლება რომ ვინმე დადებითად ანისე შეგაფასოს. თავარი мотиваცია კიდევ ერთხელ პირადად ჩემი ყოველ შემთხვევაში არის სახელმწიფო დროულად იღებდეს გადაწყვეტილებებს. ადამიანების შერჩევაშიც, საკვანძო თანამდებობის პირების შერჩევაშიც და პოლიტიკის გატარებაშიც და ბუნებრივია იღებდეს პასუხისმგებლობას ერთზეც და მეორესეც.